დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შემოგვიერთდა და გაგვალამაზა ჩვენმა თან წამყვანმა ულამაზესმა დალი ჩიტალაძემ და მოიყვანა მისი არაჩვეულებრივი სტუმარი, სხვათა შორის დალის ბლოგში არ გელოდით, მაგრამ ჩემს კომპლიმენტს გეტყვით, რომ როგორც პლუს ასაკის მოდელადაც ნამდვილად გამოდგებით, იმ დროს რეგალიებთან მივამატებდი, ზაზა კოლელიშვილი, ჩვენი ქვეყნის საამაყო მსახიობი, რომელიც არის არაჩვეულებრივი სტუმარი, არაჩვეულებრივი მოსაუბრე, კარგი ადამიანი, უსიმპატიურესი, სწორად აკავს დალი შერჩეული და ახლა გვითხარით, რა ბლოკი არის, რა მოგვიმზადე და როგორ გაგვახარებ დღეს. გამარჯობათ, დღეს ჩემი უჩვეულო დაწყება არ არის, ჩემი შემოსვლა და მე სტუმრის წარდგენა, მაგრამ შემოხვიდოდი დალი ისე ფიქტიურად. მე ჩვენ ერთად გავიარეთ შემოდი რა. შემოდი დალი, შემოდი დალი. მოდი. არა, აქ მოდი. აი, მე ნახე შემოვიდა. შემოვიდით. როგორი ფეხსაცმელი აწვია. აბა, კავალერი. დავიდა Fashion TV პოდიუმზე გავიარეთ. მოდით, მოგესალმებით. თავისი გაიტანა მაინც. გადახილები ხილეთ ეს რა კარგი იყო. დღევანდელი ჩემი სტუმარი, ეს არის როგორ გითხათ, აი ჩემი ბავშვობა, ჩემი აი ახალგაზრდობა, აი ყველაფერის ერთად თამხლები, აი ესეთი ჩვენი სათაყვანებელი, ჩემი ეპოქიდან დაწყებული დღემდე, ყველაზე მოთხოვნადი, ყველაზე სიმპათიური, ყველაზე ნიჭიერი რეჟისორი, მსახიობი და მხატვარიც, ხო სწორია? დიახ. ახლა უკვე მოდელიც და ფერი შეეცვალა უხერხულობით. ადამიანი, რომელიც ცალკე ქალბატონები თუ ბატონები ოცნებობდნენ, რომ აი ნეტა ვიყო ზაზასნაირი, იმიტომ რომ შეფეს როლი აბსოლუტურად გადაატრიალა საქართველოს ქართულ კინოში ნამდვილი ქართველი მამაკაცის სახე მოგცა. თავისი ჩაცმულობით თუ როგორ ატარებდა იმ კოსტუმებს, რაც ეცვა ეკრანზე. ეს ჩემთვის იყო ძალიან მთავარი, იმიტომ რომ ბავშვობიდან შეხედეთ. როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი ადამიანი ფარული არ შეყვარებოდა, როგორც მსახიობი, როგორც ასეთი ნიჭიერი. აი, ეს არის კლიპში. არა, მიყვარდა როგორც მსახიობი, როგორც გემოვნებიანი ადამიანი. იცი რა არის, გემოვნება ადამიანს ეტყობა თვითონ როლში, როგორ ასრულებს, ხო? ესეთი ნიჭიერება ძალიან ალამაზებს ადამიანს. და მე კიდე საოცარი წყვილი ნათიას და ზაზას ნახეთ, როგორი წყვილი და როგორი მეუღლე და ნუ აი ესეთი სათაყვანებელი, ესეთი ქართული კიდეს რო იყვნენ ჰოლივუდში ესეთი ცნობილი წვილები რომ არის და მათი მრავალრიცხოვანი ოჯახი. ბიცოლამისიც გამოჩნდა კადრში. ზაზა აი როგორც მსახიობს ჯერ ესეთი მინდა კითხო და როგორც რეჟისორს ნახე რა კარგია როცა ორივე ერთად არის. შენთვის რა როლი ქონდა კოსტუმს და დაგხმარებია თუ არა კოსტუმი შენი პერსონაჟის წინ წარმოჩენაში? არ ვიცი გულთმისანი ხარ თუ არა. პირველ რიგში რა აწვია გმირს? აი yes. იმას ვხატავ. აჰა, ხო ხედავ. შეიძლება კოსტიუმების ხატვას თავისი ვარიანტი ქონდეს. ხო, მაგრამ შენ მიუთითებ, ხო? მე რას მოვირგებ? ეს განსაზღვრავს ტემპორიტმს, ნაბიჯს, დიალოგის საყვანის მანერას. არა, თუ ხასიათს, ხო, აი რამდენი მე ჯერ გმირების კოსტიუმებს ხატავ ჩემ ვარიანტებს და ამაზე ვაცმევ იმას რა ერბიცის რა ტიპია ვინ არის რა ფენას მიეკუთვნება სოფლისა გაიგე აი როდესაც მე გადაღება იწყება უკვე ყველა მიცის ის იმიტომ რომ მე არტისტს ვეუბნები რომ ძმაო მეც იგივე შენი კოლეგა ვარ მე როგორც რეჟისორი კი არა როგორც კოლეგას ვეუბნები და მოდი ისაქენი რომ ბიოგრაფია შესინე აქამდე სანამ გამოჩნდებოდა რა საკეთებ ეს მე არ ვიცოდი ეს მე თენგიზ აბულაძემ მასწავლა როდესაც სინჯებზე ამიყვანა მე უკვე და დამამტკიცა როდესაც კადრირებას აკეთებდნენ ნატოის ხისას გიამუთრა ხატავს ბატონო თენგიზო და დაიხმარეთო თქვენცო და
ვიჯექით გია აბულაძე, მხატვარი მირზაშვილი, ასხაბა ბაყაროვი და მე. და თენგიზი გვეუბნებოდა და ჩვენ ვხატავდით ჩვენ ვარიანტებს და ამის მერე ეუბნება გიას ეს სახეობაზე არ გაჩერდებაო, წავალოს. ზუსტად წინასწარმეტყველა გენიოსმა. ხო და აი გამომდინარე აქედან ბატონი თენგიზიდან ძალიან ბევრი. ეს იყო აკადემია, მე ვთვლი, ზუსტად რამდენი ხანს გადაღება მიდიოდა. აი გარდერობიც მითრევია. აუ რა კარგია. იცი როგორი რესპონდენტი. აი ჩემი ოთახი იყო ქალბატონი ჩიტოლანდიას ოთახის გვერდით, რომელიც კოსტიუმების ის იყო და თან ხო. მართლა სხვანაირი სურნელი აქვს ამ კოსტიუმს. საოცარი და აი ეგ თეატრში თუ სცენა კინოსტუდიაში გარდერო. კინოსტუდიაში პავილიონი, რომელიც შენი გმირის იქ მე უნდა დავალაგო. გაიგე? თუნდაც ნატურის ხეში სადრას თქვენი ხელით უნდა დაალაგოთ ეს? სადრას დადებდიო, თენგიზმა მითხრა. იმიტომ რომ იქ ხო ლიკა მიჭირავს და უნდა მე ესე უნდა მექნია მათ რა. ჩიტის სცენა, ხო. და გამომდინარე აქედან ეს არის რა, რომ გმირი შენთან ერთად როდესაც ხდება თანაავტორი მოძრაობის სუნთქვის ის და თუ ოპერატორიც ამაზარზეა და კომპოზიტორი ჩათვალე რომ ეს ფილმი არის წარმატებული. რა თქმა უნდა. სადაც მეგობრობა და ძმაკაცობა და კოლეგიალობაა ერთი. აი მურტალოს როლში გაცვიათ ძალიან ელეგანტურად და ხართ აი ესეთი ნამდვილად აი როგორ გითხრა ესეთი სიტყვას მაფიოზი რაღაცნაირად ჩაცმული. აი მის აი აქ როგორ ითამაშა. თქვენც აქაც ნახე ხა სვეტა მამალაძე, ქალბატონო სვეტა. ხო, ჯერთ საოცარი ქალბატონი, მისი მეუღლე, მისი ბიჭი, რომელიც თამაზის თამაშობდა იმაში კუკარაჩაში. შევედით, სინჯები გავაკეთეთ, სვეტა მიხედე. პრინციპში სინჯებიც არისო. უკეთ იყო გამტკიცებული. ხო და ამადა ამ დღეს მოდიო, მივედი, ამიღეს ზომა. 4 ფანტასტიკური კოსტიუმი შეკერა. სვეტამ ხასიათებში. აუ რა მაგარი. და რომ მეცვა აბსოლუტურად მივსემდა იმას, ვისაც ვთამაშობ. მოქონდა განწყობაც და ხასიათიც. თუნდაც ის ტყავის კურტკამ, ძიმე ტყავის კურტკამ და ცილინდრმა მოიტანა ის დამოკიდებულება, როგორითაც მე შევდიოდი. გამომეტყველებად. ხო, ყველაფერმა. აი, კინოში დამიჯერეთ როგორც ცხოვრებაში, ჩვენ ძალიან ბოლოში ხვდებით ხოლმე, რომ ცხოვრებაც დეტალებია. აუცილებლად. ცხოვრებაც მე როგორ შემოგხედავ, როგორ გეტყვი გამარჯობას, როგორ გიყურებ, შენ წაიკითხავ ყველაფერს. აღარ უნდა იმას ახსნა. გაიგე? ნამდვილად. ხო გესმის? ეგ არის. ერთი რამ ნეგიქრა. არ მომატყუებს მშვენივრად ერკვევა არ დაუჯეროთ რომ ვაიმე დავიღალე და ეს აიმე ერთი რამ მინდა გიქრა. ჩვენ მაინც დავდივართ ადამიანამდე. აი კოსტუმები, გარეგნობა. იმიტომ რომ სამოსი არის ჩვენი შინაგანი სამყაროს გამოხატულება. სხვა რამის თქვა მინდა, ნახე დავდივართ ბოლოს ადამიანამდე და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ზაზას ხასიათი. ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მე და ზაზა ვართ კურსელები. და ძალიან მაინტერესებდა ის ზაზა, რომელსაც აი მთელი ქვეყანა ეთაყვანებოდა, როგორი იყო აი იმ უბრალოებაში. საოცარი ადამიანია. თავდაბალი უბრალო, აი ამის რეგალიები, ამის დაუშვათ როლები ვიღაცას რო ეთამაშა,
იქნებოდა, შეიძლება თავი გადაეჭამა, მაგრამ საოცარი ადამიანია და ღირსეულად მიდის თავის ცხოვრებაში. აი ეს მინდოდა მე თქვა ზაზა, კიდევ ერთი კითხვა. ასეა. თქვენი საოცარი ფილმი, აქ უკვე როგორც რეჟისორიც, მხატვარიც, გარიგება. აი გიждები ამ ფილმზე და მითხარით, აი ყოველი, აი ნანოლის არაჯიშვილის აი ეს ჩაცმულობა, აი ეს ყველაფერი, დეტალები, იმდენად ორგანულია ფილმის და ნუ სცენარის თქვენი ულამაზესი მეუღლის ნათიას აი ისეთი ორგანულია ყველაფერი მომიყევი აი როგორ შექმენი იყავი თუ არა ჩართული ნანოლის ჩართმაზე ადამიანები რომლებსაც ვენდობი მიყვარს თითქმის არ იცვლება ჩემი ჯგუფი ой რა კარგია იცი რატო მე სანამ რაც არ უნდა პერსპექტიული და ნიჭიერი ადამიანი იყოს ეხლა თან ჩემ ეტაპზე ვერ გავაგებინებ იმას მე რაც მინდა და იქ დაჟე სცენარში არ ვწერ იქ რაღაცებს იმიტომ რომ თენგიზას რო შევხედავთ ხილავას თენგიზამ იცის რა უნდა გააკეთოს და მზად არის კოსტიუმების ხატვარი ვინც არ უნდა იყოს იქ ხათუნა ჟოლიძეა მაია ხომერიკია იციან და მოაქ ისეთი ჩამიცნევს ხოლმე მაია ხომერიკმა ისეთი ჩააცვა ნანულას რო აიმე საყვარელი აი ესე იგი უკვე თუ ეს მოგვარებულია რა იმიტომ რომ აი ყოველთვის ვიძახი რომ აი ყოფილა თუ არა კურიოზი შენთან რომ აი რაღაც არ მოგწონებია და გითქვია რომ ამას არ ჩავიცმევ აი გადასაღებ მოედანი ან არ ჩავაცმევ ან არ ჩავაცმევ სახიობს აი ეგეთი არ მქონია და თავიდანვე უკვე იცოდი რა გინდოდა მეც ხო გააზრებული ვარ და იმიტოა ეს გენიალური ამ შემთხვევაში რომ ის მოაქ რაც მე მინდა და რა დებილი ვარ კაცო რომ უთხრა ზედმეტად ზოგმა იცის ხოლმე არა ეს არ მინდა ის რა კარგია რა არა ცოტა იწვალოს ერთი რამე მინდა ვთქვა აქ ნათია არ არის და აი მიუხედავად იმისა რომ ხო ძალიან ნიჭიერი ხარ და მაგარი კაცი ხარ ნათიას იმხელა როლი აქვს მე მაპატიეს რომ როლი მემა ნათია გავს სოციალი ენციკლოპედია საოცარი ადამიანი ჭკვიანი გონიერი ისეთი სცენარები აქვს ვერ წარმოიდგენ და კითხვა მაქვს ასეთი თვლი რომ ნათია რომ არ ყოფილიყო შენს ცხოვრებაში შენ ამდენ გაკიდებული სურათი გექნებოდა ეხლა გეფიცებ ხოლმე ნათიას ვეძახი არა ნათიას ვეძახი ჩემი შეცდომების გასწორება რა კარგი სტატუსია რა გადასარავი აი თელ ცხოვრება დადის და ასწორებ საოცარი გოგოა რა ბედნიერება ნათი მოგიკითხავ მოვიკითხავს ნათიას ნამდვილად აქ მქონდა ბედნიერება რომ ელენეს კურსელი ვიყავი და ეს იმხელა პატივი იყო რომ აი ზაზას შველი და ჩვენი მეგობარია და მოკლედ აი არცი ულამაზესი ოჯახი ულამაზესი შვილები უკარგესი შვილიშვილები როგორია ზაზა ბაბუა ზაზა ბაბუა რაც მე ვერ წარმომედგინა რო შევხედავ ამათ გარდა არავინ არ მინდა მაინც რა კარგია აი რაღაცნაირად იცი როგორ შეავს ეს და ხვდები რომ ესე იგი ჩემი მაგარი როლები არიან ეგ გავს რომელი ვაიმე კი აქ არ არის გიორგი მგავს აი просто უბრალოდ მაპატიეთ უბრალოდ სურათები ვნახე ჩემი ბავშვობის ყველა ქცევა პირილი ჯუჯღუნი გიორგი არის ჩემი ისა რეინკარნაცია როგორ ფიქრობთ რომელი გააგრძელებს ბაბუას გზას კარიერულად ნუ ერთი სპორტსმენი გამოვილი ილაი არის ფანტასტიკური ჩემი აი რამაზი სახელი რა კარგი სახელი ილაი ეხლა გაუჩნდა ელიო ილაი და ელიო ვაიმე რამაზი სახელები ვიტოს აი წარმოიდგინე ილაი არის დადის საფრანგეთში სკოლაში დადის მაგრამ როგორი ქართველია იცი ძალიან ღრმა ქართველი და ამბობს ერთ რამეს რომ
პაპა საფრანგეთში 2 ფრანგი მყავ კურსელი რო შეხედავ არის გადა ხო ძალიან ინტერნაციონალურია ხო და რო იძახიან ილაი კოლელიშვილი და უცებ განდაგანით გამოვიდა ეს მოედანზე შევიდა განდაგანის პრეზენტაცია გამართა რომ მე შემოვედი მოედანზე. კარგია. რა მაგარია. აი ძალიან მაგარი ქართველია. ძალიან მაგარი ძალიან. ეგ რა შეგრძნება არის თქვენი შვილიშვილი სისხლი ხორცი აი ამ პერფორმანსებს რო აკეთებს აი რა შეგრძნება გავრთ. აი მართლა მგონია რომ გავგიჟდები ამ ჩემი ასაკში გაჩენილი შვილების აი ნებისმიერი რაღაც. ნუ იძახი ასაკი. მაგიჟებს რო არ არის ასაკი, ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა. ქალთანამ შეუძლია და აჩეს ის ახალგაზრდა ასე რომ ეს იცი რამ ხელა სტიმულია არ მინდა რომ ჯოხით დამინახოს კი არ მინდა რომ მე მახსოვს მამა ჩემის პაპა გიორგი ხო და აი ის ჭაში იყო ჩავარდნილი და წელში იყო მოხრილი რა ხო და ჯოხით დადიოდა და ღმერთო ჯვარი გვეწეროს ყველას ისა რო გარდაიცვალა მუხრები ესე ქონდა და მამაჩემა ძმაკაც თქო მოდიო ისავქნათო გავასწორო და დააჭირა ამან მუხლებზე არ იცოდა და ხო და გასწორდა და ამან ესე მოარტყა გარდაცვლილი უკვე და ეს დაიჭირეს ბაზართან არ გაცოცხლებულა მეტრა 90 ვაუ წარმოედგენ ხო როგორი ომახიანი კაცი მოკლედ აი ძალიან გული მწყდება რომ ძალიან პატარა ის დრო გვაქვს რომ შენ ხარ ამოუწურავი ადამიანი რომელიც ისეთი ნიჭიერია და ისეთი მასშტაბები გაქვს რომ არ ვიცი მინდა რომ სულ რაღაცა კითხვას უცემი და რამე ახალს ველოდებით შენგან რამეს ფილმს ან ქვეყნის სურპრიზებით არის ხო და მინდა რომ ზაზა რომ სურპრიზებით გაგვანებივრო და შენი ნიჭიერება და შენი ოჯახის ნიჭიერება ნათიას და შენი ერთობლივი აი ესეთი ტანდემი კიდევ ქართველ ერს დაუტოვო კარგი საგანძური, რასაც ქვია, შედევრები და შენაირი გემოვნებიანი ადამიანი, აი stylish person, მოდი ესე ვიტყვი, კინოშიც. და ჩვენც გაგვაგებინდა. მოდური ადამიანი, ქართულად ცუდად თარგმანები არ არის შენი დალი. მოდური ადამიანი. მოგა ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა. უნდა იყოს დიდ ხანს, ჯანმრთელად და ბევრი კიდევ სიახლე კონტესტ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხარ თელ ქვეყანას და არა ქვეყანას და ძალიან გვიყვარხართ და უზომოდ პატრის ცენტრ და რავიმე სიხარული, სიყვარული და სულ ესეთი სილამაზე გვეხილოს ჩვენ ქართველებს ჩვენი სახი. უღრმესი მადლობა. ამიდან გაღიმებული ვარ პრესაგრიმიაში შეხვედრიდან და ბედნიერება გარდა. ხო, კაი რამე მოუკეთე. გარდა ამ ყველაფრისა. ამას იწევთ ადამიანებში და მადლობა ამ ყველაფრისთვის, რომ ასეთი ადამიანი ხართ. მე დანარჩენი ყველა. და სურპრიზებს ველოდებით სურპრიზებს. ახალ შემოქმედებით მადლობა და წარმატება. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა და ძალიან მადლობა და გიბრუნდებით ჯიმი აბესაძის რუბრიკით და ჩვენი კიდე პატარა თემით.